არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას კოორდინაციისკენ მოუწოდებს. ლაშა ადამი აცხადებს, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალთა გადადანაწილებისთვის ბრძოლა საზოგადოება ეწირება. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო კი რეგიონში ასობით პრობლემა გადაუჭრელი რჩება. ადამია რეგიონის ხელისუფლების ორივე შტოს მოუწოდებს შეწყვიტონ დაპირისპირება და წინა საარჩევნოდ მიცემული დანაპირებების სისრულეში მოყვანაზე იმუშაონ. იქნება ეს ინფრასტრუქტურის გამართვა, ციტრუსის რეალიზაციაში არსებული პრობლემები, ტურიზმი თუ სხვა. დღესვე განცხადება გააკეთა უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ. იგი აღნიშნავს, რომ ურმან დუმბაძის განცხადებები ქვეყნისა და რეგიონის ყოფილი პირველი პირების მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ვარშალომიძის დირექტივებია. ისინი ერთობლივად ცდილობენ აჭარაში არეულობის შემოტანას. ურმან დუმბაძის ხელისუფლებაში მოსვლას კი ნიკოლოზ მჟავანაძე წლის გაცურებას უწოდებს. ჩვენი აზრით აქ მისი ბოლო აქტივობები და განცხადებები უკავშირდება იმ დირექტივებს, რომელსაც მას აძლევს როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილი და ვარშალომიძე და სწორედ ამ ადამიანების დირექტივებით მოქმედებს ბატონი მურმანი და მას სურს გარკვეული არეულობის შეტანა აჭარის რეგიონში. გარკვეული კომპრომატები ჰქონდა წინა ხელისუფლებას მურმან დუმბაძის მიმართ და მას და მის ძმას ნუგზარ დუმბაძეს მშვენივრად ჰქონდათ აწყობილი ბიზნესი და ის რომ რაღაც გარკვეული განცხადებები კეთდებოდა ხელისუფლების მიმართ ეს არაფერს არ ნიშნავდა, იმიტომ რომ მაშინ იყო დანიშნული ოპოზიცია, დანიშნული მაგინებლები. დღეს უკვე სახეზეა აშკარა პოლიტიკური კრიზისი, ხარ სიტუაციას და მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ მხარეები გადავიდნენ უშუალოდ კომპრომატების ომზე და ურთიერთბრალდებებიდან გამომდინარე შეგვიძლია კრიზისის გამოწვევის მიზეზებზე ვისაუბროთ. ეს არის ორგანოს შორის გავლენის სფეროების გადანაწილება, ელიტარული კორუფცია და რასთავარია მთავრობის და ხელისუფლების ზოგადად უუნარობა. მსგავსი ვითარება პოლიტიკური კრიზისი აშკარად ხელს უშლის რეგიონის განვითარებას და ორივე აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებას მოუწოდებს გამოახოს საერთო ენა, რადგანაც ზიანდება ამორჩევლის ინტერესი. ამავდროულად მინდა გავახსენო მათი საარჩევნო დაპირებები და მოუწოდებ, რომ იზრუნო ამ დაპირებების ასრულებაზე ერთობლივად.